გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელის სიახლეებით. ქართველების შოუ საფრანგეთში და კვარაცხელია ერთნაბიჯში ტიტულამდე. UEFA საყვედური ნაკრებს გვემუქრება თუ არა სანქციები. ჩვენ კი ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე თუ ახალი ხარ გამოიწერი არხი და შემოუერთდი ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს. მადლობა მეგობარო, თუ ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. მამარდაშვილის კონკურენცია ლივერპულში და დადასტურებული ტრანსფერი. ლივერპულში ჩასულ გიორგი მამარდაშვილის ოლის ნაცვლად მხოლოდ ერთი კონკურენტი დახვდება. ფუტბალ ინსაიდერის ცნობით 26 წლის ირლანდიელი მეკარე უახლოეს მომავალში მერსესაიდულ კლუბს დატოვებს. მისი დამატების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი ბორნმუთი გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ლივერპული კელეჰერის სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტს ითხოვს. ამ ეტაპზე კი ამ ხელათანხის გადახდის საშუალება ამ კლუბს არ აქვს. თუმცა ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ გუნდი რომელიმე ევროტურნირის საგზურს მოიპოვებს, რაც მათ დამატებით ფინანსებს მოუტანს და ტრანსფერის განხორციელების საშუალებასაც მისცემს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში კელეჰერის ლივერპულში დარჩენა გამორიცხულია. თუ ბორნმუთში მისი ტრანსფერი ჩაიშლება, მაშინ მის დამატებას ჩელსი შეეცდება. ამიტომ მამარდაშვილის კონკურენციის გაწევა მხოლოდ ალისონთან მოუწევს. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე. ნაკრების გეგმები ცნობილია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბილი სანიოლის ასისტენტმა TalkSport-თან ვრცელ ინტერვიუში ნაკრების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კერძოდ დავით უები დეტალურად შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უდიდესი ისტორიული მიღწევა იყო. შემდეგი ეტაპი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა. ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ ყავს ფეხბურთელები და პერსონალი. ასევე უკეთ ვიცით, რას ნიშნავს დიდ ტურნირზე თამაში და ამისთვის ახლა უკეთ მომზადებულნი ვართ. პერსონალურად ჩემთვის ბილი სანიოლთან მუშაობა საოცარია, რადგან ის როგორც ფეხბურთელი ძალიან მაღალ დონეზე იყო. ახლა კი ის არის ხარისხიანი მწვრთნელი. მასთან მუშაობა კი დიდი გამოცდილების მომტანია. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ახლა კონტრაქტი საქართველოს ნაკრებთან მაქვს, მაგრამ წასვლის სურვილი არ მაქვს. თუმცა ამბიციურობიდან გამომდინარე ამაზე ვფიქრობ. ამიტომ სამომავლოდ კლუბის ან ნაკრების ჩაბარება ჩემს გეგმებში შედის. განაცხადა დავით უებმა. მე კი გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში მოხვდა, რომელიც მოიცავს 4 გუნდს: ბულგარეთს, საქართველოს, ესპანეთს და თურქეთს. გუნდები კი ერთმანეთს ორჯერ, სახლში და ასევე გასვლაზე დაუპირისპირდებიან. ამ თამაშების შემდეგ კი ყველაზე მეტი ქულის მქონე გუნდი ავტომატურად გადის მსოფლიო ჩემპიონატზე. რაც შეეხება მეორე ადგილზე გასულ გუნდს, მას ექნება მეორე შანსი, ანუ პლეი-ოფში მოუწევს თამაში, რათა ფინალურ ეტაპზე გასვლის შესაძლებლობა მიიღოს. UEFA საყვედური საქართველოს ნაკრებს დაეკისრება თუ არა სანქციები ნაკრებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ცოტა ხნის წინ ნაკრების შესაძლო დაშაზე ისაუბრა, რომელიც ჩვენ შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. UEFA-ს დელეგატმა საყვედური დაგვიწერა იმის გამო, რაც მატჩის შემდეგ მოედანზე მოხდა. ძალიან გული მწყდება, რადგან ჩვენი ნამდვილი გულშემატკივრი სახელი შეფხალულია. ჩვენი საფეხბურთო ატმოსფერო და ის ინტერესი, რაც დღეს ეროვნული ნაკრების მიმართ არის, ამ ინციდენტს არ იმსახურებს. როცა მოედანზე ასეთი ქაოსია, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ხარვეზები არის. დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ მოიქცევა გულშემატკივარი. ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ესეთი ინციდენტი შემდეგ თამაშებში არ გქონდეს. UEFA სადისციპლინო კომიტეტი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 9 აპრილს მიიღებს. ვცდილობთ UEFA სადისციპლინო კომიტეტი დავარწმუნოთ, რომ სასჯელი მინიმალური იყოს. რა თქმა უნდა, სასჯელი გვეკუთვნის, ეს ქცევა დასაგმობია, თუმცა იქნებ მინიმალური სასჯელი შემოვიფარგლოთ. როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ, მოედანზე ისევ გელოდებით, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევაა, განაცხადა მუჯირმა. განსხვავებას ქმნის და დამტკიცა რა შეუძლია. ინგლისური გამოცემა მიქაუტაძეზე ალაპარაკდა. ლიონის ქართველ ფეხბურთელს გიორგი მიქაუტაძეს პრემიერ ლიგის კლუბები აკვირდებიან. Cloud-Offside-ის ინფორმაციით, მიქაუტაძე ვესტ-ჰემის კრისტალ პალასისა და ვულვზის რადარებზე იმყოფება და ჩაქუჩების ფან გამოცემამ Green Street Hammers-მა მას სტატიაც მიუძღვნა, სადაც მიქაუტაძის შესახებ შემდეგი კომენტარი კეთდება. როცა მიქაუტაძე ლიონის ძირითად შემადგენლობაში ჩნდება, განსხვავებას პრაქტიკულად ყოველთვის ქმნის. მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 90 წუთში საშუალოდ 0.7 გოლი გაქვს და 0.3 აკეთებს, რაც 1 საგოლე მოქმედება. ეს სტატისტიკა რომ პრემიერ ლიგაზე გადმოვიტანოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიან სეზონში 27 გოლსა და 11 ასისტს გაიფორმებდა. რა თქმა უნდა, ვესტ-ჰემი არ უნდა ელოდოს, რომ მიქაუტაძე ასეთი პროდუქტიული იქნება, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც ევრო 2024-ზე გარღვევა მოახდინა, საფრანგეთში სხვადასხვა დონეზე დაამტკიცა, რომ ხარისხიანი მოთამაშეა. მას გოლების გატანა შეუძლია, მეტოქეებზე მიდის და კრეატიულია. გარკვეულწილად მიქაუტაძე მოჰამედ კუდუს იაფიანი ვარიანტი იქნება, რომელიც მოწინააღმდეგეებს გოლის გატანის მეცაფრთხეს შეუქმნის. ვესტ-ჰემს კი სწორედ ასეთი ფეხბურთელი სჭირდება, რათა შემადგენლობა გააძლიეროს. წერია გამოცემაში. ცნობისთვის მიქაუტაძეს ლიონთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ტრანსფერ მარკეტზე კი ქართველი თავდამსხმელის ფასი 20 მილიონი ევროა. როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი სენტ-ეტიენს ესტუმრა და 6-1 დაამარცხა. ამ მატჩში კი მთავარი აფიშა და ინტრიგა სწორედ
სწორედ ქართველების დაპირისპირება იყო. თან იმ ქართველების, რომლებიც ბავშვობიდან ერთად მოდიან. ეს კი გასაკვირი არცაა, რადგან კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობს. დავითაშვილი კი მიმდინარე სეზონში სენტ-ეტიენს ფაქტობრივად მარტო ლიდერობს და თუ მისი გუნდი იგებს, დავითაშვილის დიდი დამსახურებაა ხოლმე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ზურიკოსთვის კარგად დაიწყო, რადგან ქართველი საგოლე გადაცემით სენტ-ეტიენი დაწინაურდა, მაგრამ გაშვებულმა გოლმა PSG გააბრაზა და 6 უპასუხო გოლი გაიტანა. ზურიკოს ასისტს კი კვარაცხელია არ ჩამორჩა და ბრწყინვალე გოლის გატანა შეძლო. კვარა მეტოქის მცველს ბურთი მოჰპარა, სრულ მოძრაობებით ყველა მოატყუა და ულამაზესი გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ სანამ მეორე ტაიმი დაიწყებოდა, კვარასა და ზურიკოს შორის მოედანზე რამდენიმე წამიანი დიალოგი ვიხილეთ, სადაც ალბათ კვარაცხელია თავის მეგობარს დაჰპირდა, რომ ამ ტაიმში გოლს გაიტანდა, რომელმაც საბოლოო ჯამში თავისი სიტყვა შეასრულა. შეხვედრის შემდეგ კი ფრანგმა ქომაგებმა ქართველი ფეხბურთელების თამაში საკმაოდ პოზიტიურად შეაფასეს. კერძოდ სოციალურ ქსელში შემდეგ კომენტარებს წერენ. ქართველების შოუ იყო, საოცარი სანახაობა ვიხილეთ, რომელიც უამრავი გოლით იყო დახუნძლული. ეს რა გოლი გაიტანა, ბრავო ხვიჩას, მარცხენა ფეხით ურთულესი პოზიციიდან. PSG-ს მორიგი ჩემპიონობა, კარგი სანახაობა გვაჩუქეს ქართველებმა. ზურიკოს ასისტის შემდეგ მეგონა, რომ ეს PSG-ს პირველი მარცხი იქნებოდა. ასეთ შედეგს არ ველოდი, წერენ ფრანგი ქომაგები. ასევე შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელების თამაში არაერთმა გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემამ საკმაოდ პოზიტიურად შეაფასა. მაგალითად, ფუტმერკატო ზურიკოს თამაშ შემდეგი სიტყვებით აფასებს. ქართველი განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზე აქტიურობდა. თამაშის დაწყებიდან მალევე ბრწყინვალე პასით რეალური საგოლე გადაცემა შექმნა და სტასინის გოლის ეპიზოდში ასისტი მიითვალა. ამის შემდეგ ის შეტევაში უფრო ფრთხილი გახდა და პარიზული გუნდის შეტევების შაშლაში ძალისხმევას არ იშურებდა. მეორე ტაიმში კი მეტოქის კარგი თამაშის ხარჯზე შეუმჩნეველი იყო. ასევე ფუტმერკატომ ხვიჩას თამაშით შეაფასა. მარცხენა ფლანგზე გავლენის არ ქონის გამო ლუის ენრიკე იძულებული გახდა მისთვის პოზიცია შეეცვალა, რამაც შედეგი მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გამოიღო. გოლი თავიდან ბოლომდე თავისით შექმნა. მეტოქის ნახევარზე პრესინგით ჯერ ბურთი მოიპოვა, შემდეგ კი მარცხენა ფეხით დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა. კლასიკური მოძრაობებით უამრავ განსხვავებას ქმნიდა, რაც მის პიროვნებას კიდევ ერთხელ ადასტურებდა. ქუსლის არეში მიღებული მცირე ტრაუმის გამო ლუის ენრიკე იძულებული გახდა, რომ ნაადრევად დემბელეთი შეეცვალა, წერია გამოცემაში. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შემდეგ ენრიკემ განაცხადა, რომ მისი სურვილია PSG-მ ჩემპიონობა პარკ დე პრანსზე იზეიმოს. ამიტომ საინტერესოა, თუ რა შემთხვევაში შეძლებს პარიზული კლუბი ჩემპიონობის მოპოვებას უკვე მომდევნო ტურში. PSG ლიგა 1-ის მორიგ ჩემპიონობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. დედაქალაქურ გუნდს კი ტიტულის დროზე ადრე გაფორმების შანსი საფრანგეთის ჩემპიონატის უკვე შემდეგ ტურში ექნება. ამჟამად PSG 71 ქულით პირველ პოზიციაზეა, მეორე ადგილოსა მონაკოს კი 50 ქულა აქვს. როგორც ვხედავთ, ამ კლუბებს შორის სხვაობა 21 ქულა, რაც 7 გამარჯვებას მოიცავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მონაკომ დარჩენილი 7 შეხვედრა უნდა მოიგოს და PSG-მ ყველა უნდა წააგოს, რათა PSG ჩემპიონი ვერ გახდეს. შესაბამისად, თუ შემდეგ ტურში ლუის ენრიკე ანჟეს დამარცხებას შეძლებს, მაშინ პარიზული კლუბი ჩემპიონობას გაინახდებს. პარკ დე პრანსის ბინადრები კი შემდეგ შეხვედრას 5 აპრილს ჩაატარებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების წინ დედაქალაქური კლუბი შესაძლოა უკვე საფრანგეთის ჩემპიონიც იყოს. კვარაცხელი ამაში ძალიან მაგარია. რათვისებას მოიპარავდა ლაუტარო მარტინესი ხვიჩასგან. გადასახადების დამალვა რეალის მწვრთნელის პატიმრობას ითხოვენ. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. რეალის თავკაც კარლო ანჩელოტის თაღლითობაში ედება ბრალი. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ავტორიტეტული გამოცემა AC ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მადრიდის პროკურატურა სამეფო კლუბის იტალიელი დამრიგებლისთვის 5 წლიან პატიმრობას ითხოვს. ანჩელოტის 2014-2015 წლებში სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ ერთბაშად 2 დანაშაულის ჩადენაში ედავებიან და ორივეს ჯამში მისგან 3 მილიონი ევროს გადახდას მოითხოვენ. საქმის პროკურორის განცხადებით, შემოსავლების გრაფაში მან თავის დროზე მხოლოდ ის თანხა მიუთითა, რასაც ბლანკოსისგან ხელფასის სახით იღებდა. საიმიჯო უფლებების გაყიდვით მიღებული ფული კი დამალა. ამიტომ მისი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ანჩელოტის 5 წლიანი საჟელი ემუქრება. საქმის პირველი მოსმენა კი მადრიდის სასამართლოში 2 აპრილს არის ჩანიშნული. ცნობილ ტელეკომპანია დასთან ინტერვიუში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, ლაუტარო მარტინესმა საუკეთესო შემტევი ფეხბურთელების უნარები გამოყო, რომლებსაც მათგან სიამოვნებით აიღებდა. არგენტინელის პასუხში კი კვარაცხელიაც მოხვდა, რომელიც დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. ბაპესგან სისწრაფეს ავიღებდი, ჰოლანდისგან ძალას, კეინისგან თავით თამაშს, კავანისგან ერთ-ერთზე თამაშის უნარს, ვინისიუსისგან დრიბლინგს, მესისგან ყველაფერს. კვარაცხელიასგან კი სისწრაფეში ერთ-ერთზე თამაშის უნარს, ის ამაში ძალიან მაგარია. ხულიან ალვარესისგან მენტალიტეტს ავიღებდი, მარკუს ტიურამისგან ღიმილს, ლუის სუარესისგან კი მის ძალასა და გოლების გატანის უნარს, განაცხადა ლაუტარო მარტინესმა. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციის
ამისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაიხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.